აქცია და პროტესტი გრძელდება სანამ უშუალო დაკარგებულ მოცემულობაზე საუბარს დავიწყებ. გეტყვით, რომ დაკავებულია ნუცა მახარაძე, პოლიცია მას არ აძლევდა ეგრეთ წოდებულ ბასლაინზე დგომის უფლებას და როდესაც მან უთხრა, რომ ტონი უნდა შეერჩიათ და მასთან მშვიდად ელაპარაკათ, ამან გამოიწვია პოლიციის გაღიზიანება და ის დააკავეს. რაც შეეხება აქ არსებულ ვითარებას, ახლო ხედით არ გაჩვენებთ სტანდარტებიდან და ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, თუმცა ამ მომენტშიც ახლა ხედავთ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი არის იმ ადამიანთან, რომელიც სავარაუდოდ გახდა შეუძლოდ. მე გეტყვით იმას, რომ აქ მოქალაქეები, პროტესტის მონაწილეები ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ხდებიან. სულად ერთ-ერთი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამაც კი გადაიყვანა. მას და მის თანმხლებ გოგონას არ ჰქონდათ საუბრის სურვილი და საშუალება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა როგორც პროტესტის მონაწილეები გვიყვებიან, მას ოჯახის ერთ-ერთი წევრი მოუკლეს. დანარჩენებთან დაკავშირებითაც ამბობენ, რომ ისინიც არიან ტყვეობაში, ამიტომ მან ზუსტად აქ გაიგო, აქ შეიტყო ამის შესახებ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, თავდაპირველად დაკარგა გონება და ამიტომ გახდა საჭირო, რომ გამოეძახებინათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მეორე ადამიანიც, რომლის ოჯახის წევრებიც იქ არიან ჩარჩენილები, ახლა ძალიან ცუდად გრძნობს თავს. თქვენ ამ წუთებშიც ხედავთ, სასწრაფო დახმარების ავტომობილი მოვიდა, რომ მას გაუწიოს დახმარება. ასეთი მდგომარეობა არ იგით მესამე ადამიანი გახდა უკვე შეუძლოდ და ასეთი ვითარება არის. ადამიანები ცდილობენ, რომ პირველადი დახმარება აღმოუჩინონ ადგილზე, რამდენადაც მათ საკუთარი კომპეტენციიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე შესწევთ ძალა, თუმცა ხდება ხოლმე პერიოდულად სასწრაფო დახმარების გამოძახება. რა თქმა უნდა, ჩვენ გაჩვენებდით იმ ადამიანის კადრს, რომელიც შეუძლოდ გახდა, თუმცა ვეცდები, რომ სახის იდენტიფიცირება არ მოვახდინოთ, ისე გაჩვენოთ, რომ ახლა ხელით გადაყვანა გახდა მისი საჭირო თავად დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ახლა ის აყავთ სასწრაფო დახმარების ავტომობილში. ასეთი ვითარება არის ადგილზე. პროტესტი მიუხედავად ყველაფრისა გრძელდება. ეს ადამიანები ითხოვენ რეჟიმის შეცვლას, სამართლიანობის აღდგენას და იმას, რომ მიეწოდოთ ინფორმაცია მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ზოგის ოთახიდან 3 ადამიანი, ზოგის ოთახიდან 2 ადამიანი, ზოგის ოთახიდან 5 ადამიანი. ნუ ერთო ვიცი გარეთ არიან, ვიცი დიდი ხანია გარეთ არიან. ისინი მოკლავენ ხალხი, ჩემი ხალხი. გითხოვთ, დახმარება მინდა, ირანი ვარ მე. რაც მოგდება, ეს კიდე არაფერია, მაგის მერე კიდე ციხეში გავშვებენ 300,000 ადამიანი. მოიფარენ სახლიდან, დგე ღამე არ არის ისინისთვის. თქვენ 12, კეფიცები 12 არ არის, ბევრი არის. ქარები სულ ქვეყანა დაგეთილია, აეროპორტები დაგეთილია, ინტერნეტი არ არის, შუქი არ არის. როგორც მითხრათ, მისი დადაიჭირეს, ძმა როგორც მივხვდი, ძმა მოუკლეს და ჩემი ოჯახიო დახოცესო თეირანში და აი ხო ძალიან ცუდად, აი ფაქტია ეთყობა ემოციები ვეღარ შეიკავა და ამ ორი დამფალი რეჟიმის გამო აი ეს ხალხი აქ და ისინი ისე თვალო. აქ არიან ფერეიდნელი ქართველებიც, იქიდან გამომდინარე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ქართველი მოუკლეს სწორედ ამ პროცესში. ფერეიდნელი ქართველი ცხადია, ჩვენ დავსვით კითხვა ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მამაკაცი გვიდასტურებს, რომ ეს ინფორმაცია არის ნამდვილი, უფრო მეტიც ის ამბობს, რომ მან 20-ზე მეტი იცის, თუმცა ცხადია, კონკრეტულ რაოდენობას ვერ ამბობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ მისი 3 ახლობელი და 3 მეგობარიც ემსხვერპლა რეჟიმის სისასტიკეს. მე ახლა მინდა რომ გაჩვენოთ იმ ადამიანების სახეები და ემოცია, რომლებიც აქ არიან გამოსულები და ითხოვენ მხოლოდ სამართლიანობას, ითხოვენ მხოლოდ იმას, რომ მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მათი ფუნდამენტური უფლებები იყოს დაცული და რაც მთავარია, ითხოვენ იმას, რომ რეჟიმი დაემხოს. საზღვარზე ერთი მეგობარი ყვანდა, პირდაპირ კი ვერ ვრეკავ. და ესე მითხრეს, რომ დაახლოებით 12 ჩემ ქალაქში ქართველი დაიღუპა, დახრიდეს. და სხვა ქალაქებშიც არიან ქართველები და დაახლოებით 30 ქართველი დაიღუპა. 12,000 ხალხი როგორ დახრიტა, როგორ შეიძლება? ჩემ მეგობარი აქ არის, მაგის დიშვილი, ხო, კართან ესროლეს, იქცებოდა სახლში, მირბოდა სახლში, შევიდა სახლში და ზურგში ესროლეს ტყივა. 20-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, როგორც გავიგე დღეს. ვერ ვუკავშირდებით მეგობრებს, მშობლებს, ვერ ვუკავშირდებით და არ ვიცი და მდგომარეობა არის ძალიან ნერვიულობს.
ჩვენ არ გვაქვს ახლა არანაირი ინფორმაცია, რადგან ისლამური რეჟიმი სრულ კოლაფში ამყოფებს მოსახლეობას. არ აქვთ ინტერნეტი რამდენი დღეა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია ჩვენი ოჯახის წევრებზე, დებზე და ძმებზე. ეს ხდება იმიტომ, რომ ირანის რეჟიმი არის დიქტატორი რეჟიმი. ისინი სჯიან სიკვდილით ახალგაზრდებს, მომიტინგეებს, ისინი იყენებენ მძიმე ტექნიკას, AK-47-ებს. უსმინეთ აქ შეკრებილ ხალხს, უნდათ პრინცი ხელისუფლების სათავეში. ჩვენ გსურს დემოკრატია და თავისუფლება. 4 დღეა რაც ხალხს კლავენ, უკვე 12,000 ადამიანი მოკლეს. ჩვენი დედები, ჩვენი შვილები, პატარა ბავშვები, ისინი კლავენ ყველას. ეს ნამდვილად სისასტიკეა. ორ კვირაზე მეტია ჩემი ხალხი ქუჩაშია. არ ვიცით ახლა რა ხდება ირანში, რადგან ინტერნეტი გათიშულია. ვიცით რომ 12,000 ადამიანი მოკლეს, მაგრამ ვფიქრობთ რომ ბევრად მეტია მკვდარი. ხალხი დახმარებას ელოდება ახლა ტრამპისგან, ისრაელისგან, რადგან ისინი დაგვპირდნენ რომ დაეხმარებოდნენ ჩემს ხალხს. გუშინ ველაპარაკე ჩემს მეგობარს ირანში. ერთი დღე მუშაობდა ტელეფონი. მან მითხრა რომ ჩემს ქუჩაზე 4 ადამიანი მოკლეს. 57 ისლამური ქვეყანა არის მთელი სოფლიო, ყველა ჩუმად არიან. არავინ ირანის ხალხის მხარე არ არიან. ისტორია დაიმახსოვრებს, ვინ იმოქმედებს და ვინ არა. ხვალ თავისუფალი ძალიან ახლოს არის, ძალიან ახლოს არის. დაზმუნებული ვარ ჩვენი მეფე რეზა პაჰლევი დაბრუნდება ირანში. დაზმუნებული ვარ ამერიკა მოვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპი რაც თქვა აკეთებს. ახლა თქვენ ფონად გესმით შეძახილები, აქ შეკრებილი ადამიანები პროტესტის მონაწილეები ითხოვენ ირანის გათავისუფლებას და რეჟიმის დამხობას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქ ქართველებიც იმყოფებიან ყოველდღიური პროტესტის მონაწილეები, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მახარაძე დააკავეს რამდენიმე წუთის წინ პოლიციასთან შელაპარაკების საფუძველზე. გეტყვით იმასაც, რომ 3 ადამიანი გახდა შეუძლოდ იმ დროს, რადგანაც ჩვენ აქ ვიმყოფებით, ორი მათგანი არის გადაყვანილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ერთ-ერთი კი აქ რჩება, თუმცა სასწრაფო რჩება მუდმივად, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ გაუარესდეს ემოციური ფონიდან გამომდინარე. აგრეთვე გეტყვით იმასაც, რომ გადავამოწმეთ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფერეიდნელ ქართველებზე და როგორც ამ ეტაპზე შეიძლება მათზე დაყრდნობითაც ითქვას, კონკრეტული რაოდენობა არ იციან, მაგრამ ადასტურებენ იმას, რომ ფერეიდნელი ქართველებიც ნამდვილად შეეწირნენ ირანის რეჟიმის სისასტიკეს. ახლა კიდევ მინდა გაჩვენოთ იმ ადამიანების ემოციები, რომლებიც აქ არიან შეკრებილები და მოგასმენინოთ მათ შეძახილებს, რომლებითაც ისინი თანაგრძნობას უცხადებენ ირანულ საზოგადოებას და გამოხატავენ პროტესტს სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ.